29 ივნის პროევროპული აქციების დაწყებიდან 214 დღეს რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთი მასშტაბური აქცია გაიმართა ლოზუნგით საქართველო დადექი. პარლამენტის წინ შეკრებილ ათასობით მოქალაქეს სცენიდან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, აქციების დროს დაკავებული პატიმრების ოჯახის წევრებმა, სტუდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა მიმართეს. აქციაზე მყოფმა მოქალაქეებმა საქართველოსთან ერთად ევროკავშირის სიმნიც გააჟღერეს. უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს პირველმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. მან თავისი გამოსვლის დიდი ნაწილი ერთობის მნიშვნელობაზე საუბარს დაუთმო და თქვა, რომ ქართულ ოცნებაზე გამარჯვება მხოლოდ ერთიანობით იქნება შესაძლებელი. სცენაზე მეხუთე პრეზიდენტის გვერდით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც იდგნენ. რეჟიმი ვერ იმარჯვებს. ეს ხო ჩანს თქვენი აქ დგომით. ეს ხო ჩანს აი ყველასი აქ ერთად დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის სწორედ ერთი და მხოლოდ ერთი, ეს არის ერთობა. სხვა პასუხი ვერც გვექნება. გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც ბოიკოტით, არც შიმშილობით, არც არაფრის სხვა ხერხით. ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა. ყველა ერთად რო დავდგებით და წინააღმდეგობა იქნება ერთიანი და ვერავინ ამაში ვერ შეიტანს რამე უთანხმოებას. სალომე ზურაბიშვილმა გამოსვლისას კიდევ ერთი აქცენტი თავად ქართული ოცნების მდგომარეობაზე გააკეთა. მისი თქმით, ოცნების ამჟამინდელი ქმედებების სტაბილურ ძალაუფლებას აღარ ემყარება და თვითლეგიტიმაციის რეჟიმში გადავიდა. საკუთარი სიტყვების დასადასტურებლად ზურაბიშვილმა ქართული ოცნების მიერ პოლიტიკური ფიგურების ჩამოშორება კორუფციულ თემებზე, საჯარო გამოძიებები და პარტიული შიდა დაპირისპირება დაასახელა. შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ ქართულ ოცნებაში დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრული უნდობლობა ერთის მეორესი, ვიღაცის ჩამოშორება, რაღაც წმენდები, გაუგებარი, კორუფციაზე თემის ამოწევა იმისთვის, რომ კიდე ვიღაცები ჩამოიშორონ, სრულიად გაუგებარი მათთვის მდგომარეობა, მაგრამ ეს არის ჩვენთვის გასაგები. იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური დიქტატურის და დიქტატურული რეჟიმების ბოლო ეტაპი. და ეს არის თქვენი გამარჯვება. და რაც უფრო იშლებიან, რაც უფრო სუსტდებიან, ამიტომ ჭირდებათ, რომ გამოაჩინონ ვითომს რაღაც ძალა. და ამ ძალის გამოჩენა ნიშნავს ახალი რეპრესიული კანონები,
ახალი ჯარიმები, ახალი დაპატიმრებები, მაგრამ ეს ხომ მხოლოდ მოჩვენებითია. ამითი ძალას ვერ იბრუნებენ, ვეღარ დაიბრუნებენ ვერასოდეს. იმიტომ რომ ეს არის მათი ბოლო სტადია. რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს პროევროპული აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრების სახელით ერთ-ერთი პატიმრის მათე დევიძის და ელენე დევიძემ მიმართა. მან საერთო განცხადება წაიკითხა და თქვა, რომ ციხეში მყოფი აქციის მონაწილეები და მათი ახლობლები ოქტომბერში ჩანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. გამოსვლისას ელენე დევიძემ ერთობაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსთაველზე ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დღესდღეობით ქართველი ხალხის ერთობასა და ბრძოლას ვფიქრობ, რომ აქვს გარდატეხი მნიშვნელობა, რადგან რეჟიმს წყვეტ ყავს ჩვენი თანამებრძოლები, რომელთა თავისუფლებისთვისაც უკვე მერვე თვეა ვიბრძვით. ამ პერიოდის განმავლობაში გქონდა როგორც პატარა გამარჯვებები, ისევე რთული დღეები. ჩვენი მიზანდასახულობა არ გვაძლევს განებების უფლებას, რადგან ვიცით, რომ ჩვენი მიზანი, ვისკენაც ნივის სწრაფვით, არის ნათელი მხარე. ისევე, როგორც იმ ადამიანების მიზანი, რომლებიც ამ წუთას პატიმრობაში არიან. ამ ბრძოლაში თითოეული ჩვენგანი ვიმყოფებით, არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ერთმანეთისთვის და რაც მთავარია მთელი ქვეყნისთვის. აქ, რუსთაველზე ბრძოლა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან რეჟიმის ტყვეების იმედი ვართ ჩვენ. ჩემს ძმას, ბიჭს, რომელიც ეძებს სინათლეს წყვდიათში. მიუსაჯეს 4 წელი და 6 თვე, როცა ნამდვილი დამნაშავეები თავისუფლები არიან. წარმოდგენაც არ მინდა, რა გზის გავლას გვაინძულებენ სინდისის პატიმრების დასკვნით პროცესებზე. მაგრამ მინდა რეჟიმს ვუთხრა, არ მეშინია. ყველაფერს გავუძლებ ჩემი ძმისთვის. ბოიკოტი არჩევნებს. ან სხვა არჩევნებში მონაწილეობის მიღება იქნება შეუსაბამო და არარელევანტური ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობა იქნება პატიმრების და საქართველოს ღალატი. მადლობა. უწყვეტი პროტესტი დედაქალაქსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო. მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ევროკავშირთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 4 წლით შეაჩერა. აქციების დაწყების პირველ კვირებში პოლიციელები და შენიღბული დაჯგუფებები აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, სცემდნენ მედიის წარმომადგენლებსაც. ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის წესით 50-ზე მეტი დემონსტრანტი დააპატიმრეს. საერთაშორისო პარტნიორები ბოლო პერიოდში მიღებულ არაერთ რეზოლუციაში პატიმრობაში მყოფ აქციის მონაწილეებს პოლიტპატიმრებად, ქართულ ოცნებას კი რეჟიმად მოიხსენიებენ.